გავაგრძელოთ ჩვენი ლექცია და ეხლა განვიხილოთ თვითაქმის თეორია. თუმცა დამოკიდებულებასა და ქცევას შორის ურთიერთობის შესახებ კვლევების უმრავლესობა დადებით შედეგს იძლევა, მათ შორის დამოკიდებულებისა, მაგრამ მკვლევარებმა უფრო მეტი კორელაცია ამ ურთიერთობების სხვა მიმართულებით შესწავლისას დაინახეს. ისინი აკვირდებოდნენ ახდენს თუ არა ქცევა გავლენას დამოკიდებულებაზე. ამ მოსაზრებამ, რომელსაც თვითაქმის თეორია ეწოდება, რამდენიმე მიგნებას ჩაუყარა საფუძველი. როცა ადამიანებს ეკითხებიან ზოგიერთი საგნის მიმართ დამოკიდებულების შესახებ, ისინი ხშირად იხსენებენ თავიანთ ქცევას ამ საგნის მიმართ და დამოკიდებულებას თავიანთი უკანასკნელი ქცევის მიხედვით აყალიბებენ. თუ ფეხბურთის გუნდის მწვრთნელს კითხავთ, რას ფიქრობს ის ამ თანამდებობაზე მუშაობის შესახებ, ის ალბათ გაიფიქრებს ბუნებაში გულში. მწვრთნელად 5 წელია ვმუშაობ. არავინ მაიძულებს ამ სამსახურში დარჩენას, რადგანაც ვმუშაობ, რადგანაც ვრჩები და არ მივდივარ სხვაგან, ესე იგი მე სამუშაო მომწონს და უნდა მომწონდეს. და აი პასუხიც იქნება შესაბამისი. თვითაქმის თეორია ამტკიცებს, რომ დამოკიდებულებები გამოიყენება ფაქტების შემდეგ მომხდარი ქმედებებიდან აზრის გამოსატანად და არა მოქმედების წარმართვის საშუალებად. ეხლა გავსაზღვროთ, რა არის ძირითადი სამსახურეობრივი დამოკიდებულებები. ადამიანს მრავალი დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესო შეიძლება ყველა არ იყოს ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესო, დიახ. ორგანიზაციული ქცევის თვალსაზრისით ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა მხოლოდ სამუშაოსთან დაკავშირებული შეზღუდული რაოდენობის დამოკიდებულებები. ეს დამოკიდებულებები ვლინდება პერსონალის მიერ სამუშაოს გარემოს სხვადასხვა ასპექტის დადებითად თუ უარყოფითად შეფასებაში. ორგანიზაციული ქცევის კვლევათა უმრავლესობა სამი დამოკიდებულებით ინტერესდება. ესენია სამსახურით კმაყოფილება, სამსახურში ჩართულობა და ორგანიზაციისადმი ერთგულება. არსებობს კიდევ ორი სამსახურთან დაკავშირებული დამოკიდებულება, რაც ასევე იქცევს ყურადღებას. ეს არის აქტიური მხარდაჭერა ორგანიზაციის მხრიდან და თანამშრომელთა ჩართულობა. განვიხილოთ თითოეული მათგანი. სამსახურით კმაყოფილება. ეს დამოკიდებულება დაკავშირებულია იმასთან, თუ რას გრძნობს დასაქმებული სამსახურთან მიმართებაში. მაღალი კმაყოფილება ნიშნავს ძლიერ დადებით გრძნობას სამსახურის მიმართ, დაბალი კმაყოფილება კიდევ ნიშნავს ძლიერ უარყოფით გრძნობის არსებობას. სამსახურით კმაყოფილება ეს არის სამსახურის მიმართ დადებითი გრძნობა, რომელიც მის ნიშანთვისებების შეფასებიდან გამომდინარეობს. სამსახურში ჩართულობა უფრო ნაკლებად არის შესწავლილი, ვიდრე სამსახურით კმაყოფილება. იგი განსაზღვრავს ფსიქოლოგიურად რამდენად აიგივებს ადამიანი საკუთარ თავს სამსახურთან და მხედველობაში იღებს ქმედითობის დონეს, რომელიც მნიშვნელოვანია საკუთარი თავის შეფასებისათვის. თანამშრომლები, რომლებიც ძალიან არიან ჩართულები სამუშაოში, სამსახურთან ძლიერ არიან დაკავშირებულები და ნამდვილად დაინტერესებთ ის საქმე, რასაც აკეთებენ. ჩართულობასთან ახლოს მდგომი კონცეფციაა ფსიქოლოგიური უფლებებით აღჭურვა. ეს არის მომსახურე პერსონალის რწმენა, რამდენად ახდენს გავლენას თავის სამუშაო გარემოზე ეს პიროვნება თვითონ.
მაგალითად, თუ ხელმძღვანელი თანამშრომლებს უფლებას მისცემს ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღებაში, ამით ისინი თანამშრომლებს აგრძნობინებენ, რომ მათი სამუშაო მნიშვნელოვანია და აძლევენ მათ დამოუკიდებლად საქმის კეთების საშუალებასა და უფლებას. ეს გარემოება დაადასტურა სინგაპურში მენეჯერებზე ჩატარებულმა კვლევამ. ასეთი დამოკიდებულებადია. სამსახურში ძლიერი ჩართულობა და ფსიქოლოგიური უფლებების დახჭურვა დადებითად არის დაკავშირებული ორგანიზაციულ მოქალაქეობასა და სამუშაოს შესრულებასთან. ამასთანავე, სამსახურში ძლიერი ჩართულობა დაკავშირებულია უფრო ცოტა გაცდენასა და სამსახურის დატოვების ან მიტოვების დაბალ დონესთან. ორგანიზაციისადმი ერთგულება ეს სამსახურში ჩართულობის მსგავსია და უჩვენებს ეს დამოკიდებულება, რამდენად ძლიერი კავშირი აქვს დამქირავებელს თავის სამუშაოსთან. ორგანიზაციისადმი ერთგულება შეიძლება განსაზღვროთ როგორც მდგომარეობა, როდესაც ადამიანი კონკრეტულ ორგანიზაციასთანაა დაკავშირებული და სურს, რომ ამ ორგანიზაციის წევრად დარჩეს. არსებობს ორგანიზაციისადმი ერთგულების სამი მხარე. ეს არის აფექტური ერთგულება, როდესაც ორგანიზაციასთან ემოციური კავშირი და მისი ფასეულობისადმი რწმენა არსებობს დაქირავებულის მხრიდან, იგი გულიდან მოდის და არის ორგანიზაციის ეფექტურობის ყველაზე ძლიერი მხარე. შემდეგ ხანგრძლივი ერთგულება, ორგანიზაციაში დარჩენის ეკონომიკური ღირებულების შედარება მისი დატოვების ღირებულებასთან. როგორც ეკონომიკური პრობლემა, ეს მხარე მიმართულია საფულისაკენ და ორგანიზაციის ეფექტურობის შედარებით სუსტი მაჩვენებელია. და მესამე ნორმატიული ერთგულება, ეს ორგანიზაციაში ეთიკური ან მორალური მიზეზებით დარჩენის ვალდებულებაში ვლინდება. როგორც ვალდებულება, ეს მხარე მიმართულია გონებასა და თვითწარმოდგენაზე. მოგრძალებული კავშირი არსებობს ორგანიზაციისადმი ერთგულებასა და ორგანიზაციის პროდუქტიულობას, სამსახურის გაცდენა მიტოვებას შორის. ეს ძირითადად მეორე და მესამე მხარეს უფრო ეხება, რამდენადაც აფექტური ერთგულება ყველაზე დომინანტი ფაქტორია და უშუალოდ არის დაკავშირებული ორგანიზაციის ეფექტურობასთან. ამ დამოკიდებულების მნიშვნელობა ბოლო 10 წლეულების მანძილზე შემცირდა და აღნიშნავენ კვლევებმა დაადასტურა, რომ ნამდვილად შემცირდა სამუშაო გარემოში რადიკალური ცვლილებების გამო. დაქირავებულები აღარ ფიქრობენ უკვე, რომ ისინი მთელი კარიერის მანძილზე ერთ ორგანიზაციაში იმუშავებენ. ეს ახალი წინაპირობაა ორგანიზაციისადმი ერთგულების ნაკლებ მნიშვნელოვნად გახდომისა. ამ შემთხვევაში ასეთ პირობებში უნდა ველოდოთ, რომ საერთოდ ამის ადგილს, ასეთი ერთგულების ადგილს პროფესიული ერთგულება დაიკავებს და ის გახდება უფრო მნიშვნელოვანი ცვლადი. ორგანიზაციის ახმული დახმარება ერთ-ერთი აღნიშნეთ ჩვენ, ეს გვიჩვენებს რამდენად ჯერა დაქირავებულს, რომ ორგანიზაცია მის წვლილს აფასებს და მას დაუფასებს იმ საქმიანობას, რასაც იგი ორგანიზაციის საკეთილდღეოდ აკეთებს. მაგალითად, დაქირავებულს გონია, რომ თუ მას ბავშვების სოციალური უზრუნველყოფასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნება, ორგანიზაცია დაეხმარება ან უნებლიე შეცდომის დაშვების შემთხვევაში ამ შეცდომას აპატიებს. ორგანიზაციებს დახმარების გამტევად მიიჩნევენ მაშინ, როცა ჯილდოები ამ ორგანიზაციაში სამართლიანად გაიცემა. დაქირავებულების გადაწყვეტილების მიღებაში ხმის უფლებას აძლევენ. ხელმძღვანელები მათ დახმარებას უწევენ. საერთოდ ორგანიზაციის ახმული დახმარება არის კიდევ ერთი სამუშაო დამოკიდებულება,
რომელიც ზომავს თუ რამდენად ჯერა დაქირავებულს ორგანიზაციის. ზოგიერთმა კვლევამ უჩვენა, რომ დაქირავებულებს, რომელთაც ორგანიზაციისადმი აღქმული დახმარება ძლიერად აქვთ გამოხატული, ახასიათებთ კარგი მოქალაქეობრივი ქცევა ორგანიზაციაში და სამუშაო შესრულების მაღალი მოვალეობის გრძნობა. დაქირავებულების ჩართვა არის შედარებით ახალი კონცეფცია. ეს დამოკიდებულება ზომავს თუ რამდენად გრძნობს დაქირავებული სამუშაოში ჩართულად საკუთარ თავს. სამუშაოში მომსახურე პერსონალის ჩართვა, მისი ენთუზიაზმით შესრულება და კმაყოფილება შესრულებითი სამუშაოთი. აი ეს არის მთავარი მიზანი დაქირავებულების სამუშაოში ჩართვისა. პირობები, რომელიც ზრდის ჩართულობას, ეს არის შემდეგი. ახალი უნარ-ჩვევების შეძენის შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი და შინაარსიანი სამუშაო და კარგი ურთიერთობა თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობასთან. როგორც კვლევებმა აჩვენა, ეს ახალი დამოკიდებულება პოზიტიურად არის დაკავშირებული მომხმარებელთა კმაყოფილებასთან, პროდუქტიულობასთან, მეტშემოსავლებთან, ნაკლებ სამსახურის მიტოვებასა და გაუთვალისწინებელ არასასიამოვნო შემთხვევებთან. ახლა განვიხილოთ ძირითადი სამსახურეობრივი დამოკიდებულებები. ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავსვათ კითხვა: ნამდვილად განსხვავდება სამსახურისადმი დამოკიდებულებები ერთმანეთისაგან? როცა ადამიანები მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებენ სამსახურის საქმეებში, ანუ საქმე გვაქვს სამსახურში ძლიერ ჩართულობასთან, ალბათ ივარაუდება, რომ მათ ეს სამსახური ნამდვილად მოსწონთ. ესე იგი, განიცდიან სამსახურის ძლიერ კმაყოფილებას. ასევე ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ ორგანიზაციები დახმარებას უწევენ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნებიან მისი ერთგულები. ერთ-ერთი სისუსტე ორგანიზაციულ ქცევაში დამოკიდებულებების კვლევისას ის არის, რომ ეს დამოკიდებულებები ძლიერ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები. ამ შემთხვევაში პრობლემა ის არის, რომ ძლიერი კავშირი ნიშნავს, რომ შეიძლება ცვლადების ზედმეტიც კი იყოს. ეს ზედმეტობა უადგილო და ზოგჯერ დამაბნეველიც არის, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ დამოკიდებულებების შესწავლა არის მიმდინარე პროცესი და რომ სოციალური მეცნიერებები ცდილობენ სამუშაო ადგილის შესწავლას, ასეთი სიტუაციები, ასეთი ზედმეტობები ნორმალურად უნდა მივიჩნიოთ.